ხო, რაც შეეხება მეტოქეებს, იცით რა არის, ხა ჩვენ არანაკლებ მოგბეზდა წლების განმავლობაში ერთ და იგივე მეტოქეებთან თამაში, მაგრამ რაც შეეხება 6-ს, მე ბევრჯერ მithხოვს და არ არის პრობლემა, რამდენჯერ საჭირო, იმდენჯერ გავიმეორებ. 6 ერი ეს არის კომერციული ტურნირი. ეხლა წარმოიდგინეთ რა, რომელშიც მონაწილეობს 4 ბრიტანული გუნდი, საფრანგეთი და იტალია. სადაც თამაშებზე ილო რა ღირს ბილეთები? სადღაც 50 евро და 50-დან და 200-მდე შეიძლება გააჩნია ადგილებს, ხო? სადაც თითოეული ტელეტრანსლაციიდან ალბათ ბატონი გია უკეთესად იტყვის, რამდენს იღებს ეს შეპესე. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ჩვენ ჩავჯექით მათ ნაცვლად. რაც სპორტული თვალსაზრისით იქნებოდა სწორი, ანუ ბოლო ადგილი რომ ჩამოქვეითდეს და ჩვენ ქვეჯგუფში გამარჯვებული ავიდეს. ჩვენ იკითხავ მარტივ შეკითხვას დასვავენ. უკაცრავად ხვეთა რამდენი ეტევა, 50. ელემენტარულად ტრანსლაციაზე რო გვეტყვია, რომ იქით რა ტრანსლაცია თუ გინდა, ხო, რამდენს გადაგვიხდით, უნდა გადაიხადოთ. კარგად ბრძანდება. ვერ გადავიხდით და მე უნდა დარეკო და რატო არ არის ტრანსლაცია. ბილეთი რა ღირს სტადიონზე, ნუ უნდა უთხარო იცი რა, ზოგჯერ უფასოდ უშვებ ჩვენ საყვარელ გულშემატკივრებს, ზოგჯერ 2 ლარს ვადებთ, იმიტომ რომ ნუ ვითვალისწინებთ ასე ვთქვათ იმ პრობლემებს, რაც არის. დამთავრდა. ეს ინტერესი მორჩება და ეს მშვენივრად იციან დათვლილი აქვს და დამეჯერეთ ჩვენს ქვეჯგუფში ერთნაირ პოზიციაში ვართ ყველანი, იმიტომ რუსეთში ნუ საერთოდ მოსკოვის და კრასნოიარსკის გარდა ეს რეგბი საერთოდ არ აინტერესებთ. ესპანეთში და პორტუგალიაშიც არ არის ეს ისე განვითარებული, ნუ უკრაინაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. რუმინეთიც მინდა გითხრათ ამ დასწრების თვალსა ეროვნულ ნაკრები თამაშობს 3000 კაციან სტადიონზე. ვაინტერესებთ ახლა ჩვენი ქვეჯგუფის ქვეყნები? არა, ამაზე არ უნდა გავბრაზდეთ. მივა იქამდეც რომ ეს ჩვენი დღეს მოხდება, მაგრამ ჩვენი პოზიცია საქართველოს რაგბის კავშირის, რასაც ჩვენ სულ ვაყენებთ ყველა კონგრესზე, რომ ამის ალტერნატივა არის ევროპის ჩემპიონატი. სრულუფლებიანი, ნამდვილი ევროპის ჩემპიონატი, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, 2 წელიწადში ერთხელ. რომ ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი, სადაც 12 გუნდი მაინც ითამაშებს ერთმანეთში, ეს უკვე იქნება ძალიან დიდი პროგრესი და ნუ ჩვენი დღეს ესეც მოხდება და